სანამ ყველა ჩვენგანი გვეძინა, როგორც ჩანს, კარიბის ზღვის აუზში დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სამხედრო ოპერაცია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბრალი წაუყენა კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს. 1986 წელს ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მისი როლის გამო, რის შედეგადაც ამერიკელები დაიღუპნენ. კასტროს ბრალი დასდეს შეერთებული შტატების მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში. ახლა კი იურისტები და სამხედროები ამტკიცებენ, რომ ეს ჩვეულებრივი საბაბია კუბის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა მიმდინარე წლის იანვარში. ამავე დროს იმავე დღეს საშიშჩოს არმიის ავიამზიდის დათქმითი ჯგუფი კარიბის ზღვაში მივიდა და კუბაზე იყო მიმართული. ხოლო თავად დონალდ ტრამპმა წინა დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ მზად არის კუბას ომი გამოუცხადოს, რადგან კუნძულზე არსებული რეჟიმი დიპლომატიისთვის მზად არ არის. მოდით განვიხილოთ. ეს ახალი ომია და რისთვის დასჭირდა ტრამპს 30 წლის წინანდელი საქმის წამოთევა, რომ რაულ კასტრო გაესამართლებინა. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. და მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pitchy News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ასევე ვიდეოს აღწერაში არის ბული ჩემს ექსკლუზიურად უკრაინულენოვან YouTube არხზე. ამიტომ თუ გსურთ ჩემი ცალკეული გამოშვებების ყურება უკრაინულ ენაზე, აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ. და მხარი დაუჭირეთ სრულიად ახალ ექსკლუზიურად უკრაინულენოვან YouTube არხს. ამგვარად აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა სისხლის სამართლის ბრალდებები კუბის ყოფილ ლიდერ რაულ კასტროს. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა თოდ ბლანჩმა განაცხადა, რომ ბრალდების აქტი კუბის ყოფილი პრეზიდენტის რაულ კასტროს წინააღმდეგ გზავნის სიგნალს, რომ ისინი, ვინც ამერიკელებს კლავენ, პასუხისგებაში მიეცემიან. მან განაცხადა, რომ ეს საბრალდებო დასკვნა წარმოადგენს პირველ შემთხვევას თითქმის 70 წლის განმავლობაში, როდესაც მაღალი რანგის კუბელი ლიდერები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა ამერიკელების დაღუპვაში. ცნობილია, რომ კუბის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი ბრალდებების სია ითვალისწინებს მაქსიმალურ სასჯელს, სამუდამო პატიმრობას, თუ მას სასამართლო დამნაშავედ ცნობს. შემდეგ, შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მკვლელობის მიზნით კუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მისი წინამორბედის რაულ კასტროს წინააღმდეგ წაკანებული ბრალდება, ციტატა, წარმოადგენს პოლიტიკურ მანერს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ აშშ-ის აგრესიის გასამართლებლად არის განკუთვნილი მისი ქვეყნის წინააღმდეგ. შემდეგ სიტყვით მიგელ დიას-კანელის განცხადება. გენერალ არმიის რაულ კასტრო რუზის მიმართ წაკანებული სავარაუდო ბრალდება, რომელიც ახლახან გამოაცხადა აშშ-ის მთავრობამ, მხოლოდ აჩვენებს იმპერიის წარმომადგენლების ამპარტავნებასა და იმედგაცრუებას, რომელსაც ისინი განიცდიან კუბის რევოლუციის ურხევის სიმტკიცის, ასევე მისი ერთიანობისა და ხელმძღვანელობის მორალური ძალისგან. აშშ-ი იტყუება 1986 წელს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, რომლის ბორცზეც იმყოფებოდნენ ორგანიზაცია Brothers to the Rescue წევრები, რომელიც, როგორც მან განაცხადა, ნარკოტერორისტული ორგანიზაცია იყო. 1986 წლის 24 თებერვალს კუბამ იმოქმედა კანონიერ თვითდაცვაში, საკუთარ ტერიტორიულ წყლებში. ჩვენი სააერო სივრცის განმეორებითი და საშიში დარღვევების შემდეგ, რომლებიც ცნობილმა ტერორისტებმა ჩაიდინეს და რომლის შესახებაც მაშინდელი აშშ-ის ადმინისტრაცია 10-ზე მეტჯერ იყო გაფრთხილებული, მაგრამ ამ გაფრთხილებებს ყურადღება არ მიაქცია და დარღვევები დაუშვა. მაშ რაზეა საერთოდ საუბარი? 1986 წლის დასაწყისში მაიამიში ბაზირებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია Brothers to the Rescue ორი მსუბუქი თვითმფრინავი ცესნა ასრულებდა ფრენას ფლორიდის სრუტეზე. ჯგუფი ეძებდა და გადაარჩენდა კუბელ ტოლვილებს, რომლებიც ცდილობდნენ შეერთებულ შტატებში მოხვედრას, ასევე ზოგჯერ ფურცლებს აგდებდა კუბის თავს. მაშინ კუბის სამხედრო გამანადგურებლებმა MiG-29-ებმა ბრძანების საფუძველზე, რომელიც იმ დროს სწორედ რაულ კასტრომ გასცა, თვითმფრინავები შეაჩერეს. თვითმფრინავები ჰაერის ტიპის რაკეტებით ჩამოაგდეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმა საერთაშორისო წყლებში მოხდა, თუმცა კუბა ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავები მის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდნენ. დაიღუპა 4 ადამიანი, მათგან 3 აშშ-ის მოქალაქე იყო. აი მაშინ კუბის მთავრობა უკმაყოფილო იყო ამ ორგანიზაციით მისი აშკარა გამოწვევების გამო. კასტროს რეჟიმისადმი და ქვეყანაში პროტესტების მხარდაჭერის გამო გადაყვანით. კუბის მთავრობის დაბრუნება კუბაში. კუბის მთავრობის ჩინოვნიკებმა შეიმუშავეს გეგმა სახელწოდებით ოპერაცია ესკორტპიონი,
რათა შური ეძიათ და შეეშინებინათ კუბელი ემიგრანტების საზოგადოება. ბრალდების დასკვნაში ნათქვამია, რომ კუბის მთავრობამ კასტროს ხელმძღვანელობით ჯაშუშები შეაგზავნა ორგანიზაცია ძმები გადარჩენისთვისში და პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ კასტრომ გასცა ბრძანება კუბის შოქზე. ბრძანება ჩამოერდოთ სამოქალაქო თვითმფრინავები, კარგად იცოდნენ, ვინ იმყოფებოდა ბორცვზე. და სწორედ იმ დღეს, როდესაც აშშ-ის პროკურატურამ კასტროს ბრალი წაუყენა, კარიბის ზღვაში ამერიკული ავიამზიდი მივიდა. დამთხოვა? არ ვფიქრობ. ამერიკელმა სამხედროებმა გამოაცხადეს ავიამზიდ ნიმიცის დართმითი ჯგუფის ჩამოსვლის შესახებ, რომლის შემადგენლობაში შედის ავიამზიდი, მისი საავიაციო ფრთა და მინიმუმ 1 მართადი რაკეტებით აღჭურვილი ესმინეცი. შედეგად კუბის ოფიციალური პირები კასტროსთვის ბრალის წაყენებას სამხედრო ინტერვენციისთვის მზადებად მიიჩნევენ. და ამას აზრი აქვს. დონალდ ტრამპი არაერთხელ აცხადებდა, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომელიც აშშ-ს კომუნისტურ კუნძულზე თავდასხმას აღკვეთდა. შემდეგ მოყავთ მისი ციტატა. მე შემიძლია შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად იმისა, შეცვლით თუ არა რეჟიმს. ეს იყო სასტიკი რეჟიმი და მათ ბევრი ადამიანი მოკლეს. მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დახმარება. მათ არ შეუძლიათ შუქის ანთება, ვერ ჭამენ. ჩვენ არ გვინდა ეს ვნახოთ. და აი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა ნავთობის ბლოკადამ კუბა კიდევ უფრო დაახლოვა ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის ზღვართან. სანქციებმა უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც კუბის მთავრობასთან ბიზნესს აწარმოებენ, ასევე აიჯულა ზოგიერთი საზღვაო კომპანია, რომლებიც კუბაში საკვებს აწვდიან, გამოეცხადებინათ თავიანთი საქმიანობის შეწყვეტა. მომატებულმა ელექტროენერგიის დეფიციტმა და ელექტროენერგიის გათიშვამ გამოიწვია ცალკეული ანტისამთავრობო პროტესტები, რასაც კუბის ხელისუფლება ჩვეულებრივ არ ითმენს. და არც ტყუილად ჩასულა ცოტა ხნის წინ კუბაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი რედკლიფი. და ეხლა რაულ კასტროსთვის ბრალის წაყენება, რომელიც კუბის არმიას ხელმძღვანელობდა თვითმფრინავის კატასტროფის დროს, ამძაფრებს დაძაბულობას ცივი ომის დროინდელ მოწინააღმდეგეებს შორის, იმ დონემდე, რაც ბოლო 10 წლეულებში არ ყოფილა. ეს ბრალდებები საფუძველს უქმნის აშშ-ს შესაძლო სამხედრო ოპერაციას მისი ექსტრადიციისთვის, როგორც ეს მოხდა ნიკოლას მადუროსთან ვენესუელიდან, რომელიც სხვათა შორის კუბის ახლო მოკავშირე. მაგრამ განსხვავებით ვენესუელისგან, სადაც ნიკოლას მადუროს არმიამ სუსტი თავდაცვა აჩვენა და ამერიკულმა ჯარებმა ადვილად დაამარცხეს ისინი, ხოლო მისი ყოფილი თანამოაზრეები სწრაფად დაემორჩილნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნებს. კასტროს მხარდამჭერები დიდი ალბათობით ბევრად უფრო აგრესიულად გამოეხმაურებიან. კუბის სამხედროები უკვე ემზადებიან აშშ-ს შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად, ხოლო ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიას კანელმა დაიფიცა, რომ ნებისმიერ შეჭრას სისხლისღვრა ელოდება. ეს მისი ციტატა. კუნძულის მასშტაბით სამხედროები წუხთნებს ატარებენ, ხოლო მთავრობა აფრთხილებს სამოქალაქო მოსახლეობას თავდასხმისთვის მზადყოფნის აუცილებლობაზე. ნებისმიერი ქმედება კასტროს წინააღმდეგ დიდი ალბათობით ფარულ ომამდე მიიყვანს, მიუხედავად იმისა, რომ კუბა შეიარაღებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ნიშნულოვანია გავიგოთ, რატომ გადაწყვეტეს დარტყმა სწორედ კასტროსთვის, მაშინ როცა თითქოს ბაბუას უკვე 94 წელი შეუსრულდა. აქ ბევრ შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ სწორედ მასზე? რატომ რაულ კასტროზე და არა მაგალითად ამჟამინდელ პრეზიდენტზე? საქმე იმაშია, რომ პრაქტიკულად ყველა მაღალი რანგის პოლიტიკური და სამხედრო ჩინოვნიკი პირადად რაულ კასტრომ შეარჩია. კომუნისტური პარტიის მდივანი დიას კანელი ამტკიცებს, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კუბაზე სწორედ რაულ კასტროს მიერ მიიღება. ანუ გასაგებად რო თქვათ, რაულ კასტრო კუბაზე დაახლოებით ისეთივე უზენაესი ლიდერია, როგორიც ხამენეი ირანში. აქ ცერტილებს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვისქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით, ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. გახსენეთ, გამოიწერეთ ჩემი უკრაინულენოვანი YouTube არხი, ბული მასეც ამ ვიდეოს აღწერაშია. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.